Stars and thoughts are bright. Neurons fearing day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight. მოგესალმებით შესვენების შემდეგ და დღეს გთავაზობთ განსაკუთრებულ პოდკასტს, რადგან როგორც ხედავთ, ორი გუგუშვილი არის წარმოდგენილი. მე და ჩემი მოგვარე, რომელსაც ხუმრობით ბიძაშვილს ვეძახდი ხოლმე, რომელთაც ძალიან ვამაყობ, მარიამ გუგუშვილი, რომელიც არის რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, ბავშვთა გინეკოლოგიც და დღეს ვისაუბრებთ ყველაფერზე დაწყებული ბავშვთა ასაკიდან რეპროდუქციის ასაკამდე დამთავრებული. მარიამ, დიდი მადლობა, რომ მოიცალე და დავიწყოთ. მოდი დაბადებიდან. მოდი გითხარი, სულ პაწაწუნა ჩვილ გოგოებში არის თუ არა რაიმე მოვლის თავისებურება და საჭიროა თუ არა სპეციალური ჰიგიენური საშუალებები ჩვილებში? ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და ეს სანამდვილად საამაყო იყო ჩემთვის ორმაგად, იმიტომ რომ 2006 წლიდან და ასე ვთქვათ მოვდივართ ფეხდა ის მექა რამაც შეგვახვედრა არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღემდე ჩვენი უნივერსიტეტი და სწორედ დასაბამი ეძლევა აი ამ ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიის დაინტერესებას იმ პერიოდიდან, როცა მე უნივერსიტეტში ვიყავი, შემდგომ უკვე რეზიდენტურაში გადავედი და აღმოჩნდა, რომ როდესაც ჩამოვდივარ საქართველოში, ხვდები, რომ აი ამ დარგში, რომელიც იყო სხვათა შორის უხსოვარი, ანუ სადღაც 20-30 წლის აქტიურად იყო ეს დარგი განვითარებული საქართველოში, დღესდღეობით პაციენტები რაღაცნაირად გაურბიან, აი ამ თემაზე აღარ საუბრობენ და საიდან მივხვდით, ერთ-ერთი მარკერი იყო ჩემი მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ როდესაც შეეძინა ახალშობილი გოგონა, ანუ საერთოდ არ დაუთვალიერებია გარეთა ორგანოები გოგონასთვის, საერთოდ ისე ბანს, რომ არ ეხება დედა, ახალგაზრდა დედა, მარტო აქვს რაღაცნაირად აი დისკომფორტი არ ვატკინო და არც არავის არ აუხსნია. როგორ შეიძლება, იმიტომ რომ მე მივედი მოსანახულობა და უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი არის ხოლმე, როდესაც სინჯავთ, ეს არის გადაწევა ბაგეების ან ვულვის და ამ შემთხვევაში დათვალიერება ხოლმე როგორ არის განვითარება. ეს ხდება 2 თვის, 3 თვის და ასე შემდგომ. ეს არავის არ გაუკეთებია და არც არავინ არ მითხრა, ეს იყო ერთ-ერთი. უბრალოდ ხშირად არის რომ პედიატრებთან, როდესაც მიდიან ხოლმე თქვათ მშობლები უკვე აღრიცხვაზე, სადაც დგარან, იქ ზოგი სინჯავს, ზოგი არ სინჯავს და პირველი კითხვა არის თუ ჩივილები არ აქვს, არ უნდა გასინჯვა. აქედან გამომდინარე მშობელიც აი ამ სკიპს აკეთებს ფაქტურად გამოტოვა ეს ნაწილი დაბანის პროცედურა უბრალოდ თქვათ არ დაათვალიერა ან და უკვე როდესაც ათვალიერებს ნადები დაინახა და როდესაც ვეკითხებ ეს თეთრი ნადები ბოლოს როდის დაბანეთ თქვათ როდიდან როდემდეა არ ვიცი რა რაღაცა იშვიათად ბან მაგ ადგილს მე მგონი რა თქმა უნდა ნადები იქნება ფიზიოლოგიურიც უკვე ანუ თქვათ რაღაცა პერიოდის მანძილზე როდესაც არ არის ხო მეორე არის ხოლმე რომ რამდენად ჩვეულებრივი ჰიგიენა საჭიროებს არანაირი თავარი არის ხოლმე პარფიუმირებული არ იყოს, განკუთვნილი იყოს სწორედ ასე თქვათ ჩვილ ბავშვებისთვის დასაბანის საშუალება. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირად გვერევა ხოლმე მაინც პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვარ და რაღაცა გადმონაშთი არის ხოლმე სარეცხი საშუალებების გამოყენება მაგალითად არის ხოლმე ბაღი ბავშვებში იმედია არა ჩვილ ბავშვებშიც არა, მაგრამ იყო მცდელობები ცოტა დიდებთან. ცოტა დიდებს ვიტყვი ახლა 4-5, მაგრამ ჩვილებთან არა, ჩვილებთან უბრალოდ არაფერი არ ჭირდება იყო. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი, აი თუნდაც რაღაცები არის კარგი, მაგალითად გვირილის აბაზანები ვეთანხმებით, შეგვიძლია, მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რომ ჩაჯდომა არ შეიძლება. მაგალითად გვირილის აბაზანებში მთელი ნახევარი საათი ეს უნდა იყოს დროებითი, იმიტომ რომ აღმავალი ინფექციის ძალიან დიდი რისკია. აი თავისი ნიუანსები აქვს ხოლმე. ჩვილებს რაც შეეხება სპეციალური დასაბანის საშუალება, რომელიც არის განკუთვნილი, არის მთავარი მჟავა ტუტონე pH, ასე თქვათ, მდგომარეობა იყოს ამ დასაბანის საშუალებას, იმიტომ რომ დიდებში უკვე პუბერტატულიდან და უკვე როდესაც ციკლია წამოსული, იქ უკვე სხვა დასაბანის საშუალება უნდა შემოდიოდეს. მაგაზე კითხავ მოგვიანებით.
ამიტომ ჩვილებშიც ყოველდღიური ჰიგიენა არის ჩვეულებრივი. მშობელმა აქტიურად გადაწიეს, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე რომ დახურული არის, არ ჩანს შესასვლელი, თქვათ, გადაშალოს, გამოწმინდოს, დაასვთოს ისა ყურის ჩხირის მაგალითად ბამბით თავისუფლად ისეთი რომ უხეში არ იყოს, ხო, რა თქმა უნდა, შეუძლია ასე თქვათ მალამოთითაც დაუმუშავოს, ოდნავ შეწითლება არ არის პრობლემა, ხო ხვდებით? მაგრამ მთლიანად როდესაც უკვე არის მოცული ხოლმე მთელი გარეთა ასე თქვათ ორგანოები, მაგ შემთხვევაში უკვე ეს უკვე პრობლემაა. ძირითადად ჩვილებში მაინც მშობელზე ვართ მინდობილი და მის ყოველდღიურ ასე თქვათ ჰიგიენურ ნორმების დაცვაზე. ესე კი აღმოჩნდა, რომ ისევე როგორც ბევრ ასაკის სხვა მონაკვეთშიც, აქაც გოგოების ცოტა დაჩაგვრა ხდება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იციან, რომ ბიჭებს მაგალითად ჩუჩა უნდა გადაუწიონ, კარგად დაბანონ. მაგრამ გოგონებში მე მგონი არავის მოუვა აზრად, რომ რეალურად რასაც შენ ამბობ, სასქესო ორგანო გადაწიონ, ალბათ შეეშინდებათ იმისიც, რომ არ დააზიანონ საქალწულე აპკი, რაც საქართველოს რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია. აი ზუსტად ეგ არის, ზუსტად ერთადერთი ნიუანსი არის ხოლმე, რამე არ ვავნო. ანუ ახალშობილი, როდესაც არის ხოლმე, არ ვავნო, არ ვატკინო, ვეუბნები, რომ არაფერს არ ატკენთ, კარგად გადაწიეთ, დაატენიანეთ, ასე თქვათ, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე სინექიას ვეძახით, ეს არის შეხორცება, თქვათ, გარეთა, როდესაც კანი კანთან, როდესაც არის კონტაქტი, იქ არის სიმშრალე წარმოიქმნება, იმიტომ რომ ფიზიოლოგიურად რა მდგომარეობა ჩვილებში არის ჰიპოესტროგენია. ანუ ჰიპოესტროგენული მდგომარეობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ საკვერცხლები არ მუშაობს, ხო არ ფუნქციონირებს ისე როგორც უნდა იყოს, არის სიმშრალე. ანუ ჰიპოესტროგენული მდგომარეობიდან არის სიმშრალე, ჭირდება მეტი დატენიანება, რომ ლუბრიკაცია იყოს და არ შეწებდეს ფაქტიურად ფაგეები. ну, ასე თქვათ, ფებრის ენაზე რო ახსნათ. აქედან გამომდინარე, ვეუბნები, რომ არ შეგეშინდეთ, ერთ-ერთი ძალიან მიყვარს ხოლმე ვაზელინის გამოყენება. მაგალითად, ძალიან ლუბრიკაციისთვის არის ხოლმე, თუ ვატყობთ ან რო საჭიროებს მაგალითად დატენიანებას. ბავშვთან მიმართებაში. შენ გითხარი, რომ საკვერცხლები არ მუშაობსო, გითხარი, რომ საკვერცხლები არ მუშაობსო, მაგრამ იმ საკვერცხლების რაოდენობით ვიბადებით, რაც ბოლომდე მიყვება, ასეა, ხო? აი მაგაში ვიტყოდი ერთ ნიუანსს, ნატრო, ფაქტიურად ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი, დღესდღეობით გვაქვს თანამედროვე რეპროდუქტოლოგიური ტექნოლოგიები წავიდა, მე ვიტყოდი, რომ 21 საუკუნე აგვირგვინებს, რაც 20-ის ბოლოდან დავიწყეთ, ეს IVF და ასე შემდეგ და ცნობადობა, რომ ჩვენ ქალბატონებში განსაკუთრებით არ გვაქვს მთელი ცხოვრება, თქვათ, შეუძლია წარმოქმნას ახალი კვერცხუჯრედი. ეს არის რითაც ჩვენ ვიბადებით ნამდვილად, ფაქტობრივად 20 კვირის ჩანასახი, როდესაც არის 20 კვირის ვადაზე არის ყველაზე დიდი რაოდენობით კვერცხუჯრედი წარმოქმნილი და მერე თანდათან ეს გადის ატრეზიას, ანუ განლევას. ეს არის ფიზიოლოგია. უბრალოდ ხშირად არის ხოლმე 40 წლის ქალბატონი 45-ის რომ მოდის ხოლმე, იმას სხვა გეგმები ქონდა ცხოვრებაში რაღაცა და ეხლა სხვა მოთხოვნა აქვს, რომ ეხლა უნდა სწორედ და მე როდესაც ვუხსნი, რომ ეს განლევის პირას არის მისული, აი ცოტათი ძალიან სტრესული არის ხოლმე ქალბატონებისთვის და მე ვფიქრობ, რომ უკვე 16-17 წლის ასაკიდან 18-ის აი ეს ინფორმაცია უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ წლების წინ იყო ესეთი ტრენინგებიც გქონდა მაგალითად მოზარდებთან, რომ გადავავადოთ რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ეს იყო ძალიან აქტუალურად, იმიტომ რომ ქალების განვითარებისთვის, თქვათ, მათი კარიერული წლისთვის, ბევრი ნიუანსისთვის იყო, რომ გადავავადოთ 35 წლის შემდგომ. და ეხლა მივიღეთ სწორედ ის, რომ ეს გადავადება მთლად 35 აღარ გამოვიდა, ზოგ შემთხვევაში 45 გამოვიდათ და ეხლა როდესაც უკან მოდის პაციენტი როგორც უკვე რეპროდუქტოლოგთან, აი მაგ მომენტში გვაქვს ხოლმე უკვე რომ მე რომ ცოდნოდა რომ შესაძლებელია ან გაყინვა, ანუ კვერცხუჯრედების თქვათ საკუთარი ბიოლოგიური მასალის შენახვა, ეს რა თქმა უნდა ძნელია 20-25 წლის ასაკში ამის მიღება, გაანალიზება. უბრალოდ რომ გესმის, აი რატო არის, როდესაც რეპროდუქტოლოგებთან, როდესაც გვაქვს ხოლმე აი რაღაცა პატარა მრგვალი მაგაზი და ასავით შეხვედრა, სულ დავიწყეთ ამაზე საუბარი, რომ მოდი ვისაუბროთ, რომ 25-26 წლისას უკვე გქონდეს ინფორმაცია, რომ 35-ისას და 40-ისას უცბად ესეთი არ გქონდეს შოკი და უი, სად ვარ?
ხატვარ, იმიტომ რომ მე მყავს ახლა რამოდენიმე სხვადასხვა ქვეყნიდან პაციენტები, ახლა ძალიან 2 წუთს ამას გადავუხვევ ცოტათი, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები და სხვადასხვა ქვეყნიდან. ერთ-ერთი ჩემი ასე თქვათ ტრიგერი იყო, როდესაც დავიწყე ამაზე აქტიურად საუბარი საქართველოს მოქალაქეებთან ირანიდან. ახლა დღეს აქტუალურია ირანში მდგომარეობა და ქალბატონი, რომელიც შარშან ჩამოფრინდა 39 წლის ასაკში, ვირგო და მითხრა რომ უნდა გაგვეკეთებინა ასე თქვათ კვერცხუჯრედების გაყიდვა, იმიტომ რომ მას მიეწოდა ის ინფორმაცია, მივხვდი რა ხდება რა რის წინაშე ვარო და ასე თქვათ დროულად მოითხოვა და მაშინ დავფიქრდი, როდესაც ირანიდან მან შეძლო ჩამოღწევა, აი ამ პროცედურისთვის გადალახა ის მენტალური რაც არის დღესდღეობით და შეძლო და ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ. ხვდებით? ანუ ძალიან ბევრი თუნდაც ამერიკიდან რომ მოფრინავს უკვე პაციენტი, იმან ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი ხოლმე, უკვე ანუ ექიმსაც აქვს ჩვეულებრივად გინეკოლოგთან იყო, თქვა general practice-თან იყო. ძალიან ხშირად უთქვიათ პაციენტებს, რომ ოჯახის, თქვა ექიმმა, თერაპევტმა გამომიშვა და მომცა, ასე თქვა ბიძგი, რომ მიდი გადაეკონტროლე. მაგალითად, წელს ჰქონდა ძალიან საინტერესო ტრენინგი ულტრასონოგრაფიის ექიმებთან, ანუ ჩვენთან ეხოსკოპისტებს რომ ვეძახით ხოლმე. რასთან დაკავშირებით, რომ ისინი არიან ერთ-ერთი პირველი წყარო ხშირად, როდესაც პაციენტი მიდის ჩემ გარეშე მათთან. თქვათ, მივიდა 35 წლის ქალბატონი, უბრალოდ ისე შესამოწმებლად. და უბრალოდ 1-2 კითხვის საფუძველზე შეუძლია უკვე ულტრასონოგრაფიის ექიმს, ასე თქვათ, განსაზღვროს ჭირდება თუ არა, მაგალითად, მოდი მიდი რეპროდუქტოლოგთან, მოდი მიდი გინეკოლოგთან. ეს არის ფოლიკულების რაოდენობა დაუთვალა. და როდესაც ქალი გეუბნება, რომ მას ის აპირებს მომავალში რეპროდუქციულ ფუნქციას, თქვათ, ბარემ მიეცი ბიძგი, არ გაუშვას ის ოქროს წელი შეიძლება. ჩვენ ხო გვაქვს კარდიოლოგი ოქროს საათი ხო ქონდა მე როგორც მახსოვს ვისწავლეს ოქროს საათი ყველაზე მნიშვნელოვანი კარდიოლოგიაში ანალოგიურად არის ოქროს პერიოდი აი ქალბატონებისთვის რომ ის 1-2 წელი ვიღაცის ნათქვამა შეიძლება ისე ასე თქვა შეუცვალოს მას სოფხოდველობა ექნება და გადაურჩინოს თავისივე საკუთარი მატერიალი და აი ეს ბავშვობაში ჩვენ ვიბადებით ამით ასე თქვა და ვიწყებთ გახარჯვა სულ ამზე ვამბობ და ყველაზე საინტერესო პერიოდია, რომ აი ჩვილ ბავშვებში ხშირად არის ხოლმე რამოდენიმე ტიპის ჩივილი. ეს შეიძლება იყოს ჭარბი გამონადენი. ახლა ჩვილ ახალშობილებში მაგალითად სპოთინგი შეიძლება იყოს, ანუ სისხლოვანი, ეს წერტილოვანი ვარდისფერნარევით გამონადენი შეიძლება და მკერდის ოდნავ დროილების წამოწევა შეიძლება ესთეტისგან გადასული ჰორმონებია ალბათ. ესთეტისგან გადასული და ასე თქვა, მინდა რომ ყველა მშობელმა იცოდეს ხოლმე განსაკუთრებით უკვე ვარამოდ თქვა თუ არის ხოლმე უკვე მეოთხე მშობიარობა თუ არის ან რაღაცა მისთვის უკვე გამოცდილი თუ არის, კი ქონდა ჩემ პირველს ორსაც, თქვა შესაძლებელი აღარ დაარეკოს, მაგრამ აი თქვა თუ ბიჭები ყავდა, ეხლა არ იცის როგორი შეიძლება იყოს, ამ მდგომარეობით ხშირად ყოფილა მომართვიანობა. ადრე 90-იანებში ძნელი იყო აი საკვერცხის კისტის თქვა დაჭერა ჩვილ ბავშვებში, აი პუბერტატამდე ცოტათი, ამიტომ იყო თავისი ნიუანსები, რომ არც ულტრასონოგრაფია არსებობდა და არაფერი. დღეს უკვე ძალიან მარტივი გვაქვს, იმიტომ რომ მე-9 თვეშიც იკეთებს ეხოსკოპიას და ფაქტობრივად მე-9 თვეში მე უკვე ვიცი როგორ, ანუ ნაყოფი ასე თქვათ მდგომარეობა. ამიტომ პირველი თვიდან უკვე თქვათ წინა რა შეიძლება ქონოდა, თქვათ უკვე გვაქვს ინფორმაცია და თუ რაღაცა არ მოგწონს ხოლმე ძირითადად ბავშვებში ეს არის საკვერცხის კისტა არის ხოლმე ერთ-ერთი წამყვანი, რა ჩივილთაც შეიძლება იყოს, თქვა წელზე, 2 წელზე უკვე ულტრასონოგრაფიით გააკეთებ და ძალიან მარტივად იგება დიაგნოზი, კი. ფაქტიურად ერთ-ერთი ჩემი ასე თქვა ოცნებასავით შეიძლება უკვე ინერგება, რომ პედიატრებმა აქტიურად დაიწყონ მშობელთან ერთად დათვალიერება და ასე თქვა გადამოწმება. როგორც სამშობიაროში ამას ვაკეთებთ, მე უბრალოდ დედას არცალია, ვერ იცლის, სხვა ისინი აქვს, 1-2 თვე, 3 თვეს ვკარგავთ ხოლმე აქედან გამომდინარე. ბოლო წლებში ძალიან წამოვიდა ცნობადობა იმის შესახებ, რომ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, სად არის მისი პირადი სივრცე, რომ არ შეიძლება მას სასქესო ორგანოზე შეეხოს სხვა ან სხვამ დაუთვალიეროს და ასე შემდეგ.
ამ ყველაფერზე იმდენი პოდკასტი არსებობს უკვე და TikTok-ზეც ძალიან ბევრი ამას აფიშირებს, ასე ვთქვათ, რომ ამაზე არ მინდა ძალიან დიდხანს შევჩერდე. მინდა გკითხო შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე. ასეთ ბავშვებთან, მოზარდებთან და ახალგაზრდებთანაც მუშაობ, რამდენადაც ვიცი, რაც ძალიან დასაფასებელია და ძალიან საამაყოა. მანდ თუ არის კიდევ სხვა კომუნიკაციის, ასე ვთქვათ, საშუალებები თუ ხერხები, ან ასეთი ბავშვების მშობლებს რა შეგიძლია ურჩიო? პირველ რიგში ვიტყოდი აი ეს ერთ-ერთი სლაიდი, მე აუცილებლად მოგაწყვეტ, ეს არის cookies ქვია, მაგ სლაიდს, რომელიცაც ვცდილობ რომ ყოველას მივაწოდე ინფორმაცია მშობელსაც გქონდეს, როდესაც ჩვენ გენიტალიებს უნდა დავარქვათ ანატომიური სახელი. სააშოს ბაგებს, საშვილოს უნდა იცოდეს ბავშვობიდან რა ორგანოსაც ეხება. როგორც ფრანკფურტში იყო ეს ტრენინგი, როდესაც 2018 წელს დავესწარი პირველად ევროფაკმა გააკეთა ევროპის ბავშვთა და მოზარდთა მეანგინეკოლოგიის ასოციაცია და იქ გამოიტანეს ეს ასე ვთქვათ საკითხი და მაშინ მივხვდი რომ ეს არ არის მარტო ჩვენი, მარტო საქართველოს პრობლემა, რომ კლინობით სახელებს ვარქმევთ მაგალითად და რატო? იმიტომ რომ უკვე რო ეჩვევა, როგორც ხვირს ხო ვეძახით, თვალს ხო თვალს ვეძახით, არ ვეძახით რაიმე განსაკუთრებულად. იმიტომ რომ აი ეს თუნდაც დისკომფორტი რო აღარ ქონდეს და მეორე თუ ვინმე მის სასქესო ორგანოს შეეხება უკვე რეაგირება რო ქონდეს. თუნდაც მასწავლებელთან შეიძლება თქვას მან, ანუ წარმოთქვას, რომ ვიღაცა და მასწავლებელმა თუ არ იცის, რომ ეს კლინობითი სახელი სასქესო ორგანოს ნიშნავს, შეიძლება გაატაროს, თქვა, ჩემს პეპელს შეეხო, ჩემს რაღაცა და ჩათვალოს რომელიმე სათამაშო. აქედან გამომდინარე მშობლებთან აქტიურად მიდის, რომ არ მოგვერიდოს, იმიტომ რომ ეს თქვა 5-6 თოდლერები, რომლებიც მე გაიზრდებიან და პუბერტატში უნდა შევიდნენ. შემდგომ უკვე 12-13 წლიდან უნდა ჩვენ ვესაუბროთ მათ. ვესაუბროთ თუნდაც თავდაცვის საშუალებით ინფორმაცია უნდა გქონდეთ მათ. ამის შესახებ და ერთსაც დავამატებ ძალიან ბევრ მშობელს აქვს ფოთვა ხოლმე რომ ეს ინფორმაცია ხوار უბიძგებს მას სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყებისკენ. არა, როდესაც არის ინფორმირებული მოზარდი, მან იცის, ის არ არის რაღაცა უცხოხილი მისთვის. და 18 ჩვენთვის რა არის, როგორც რეპროდუქტოლოგი და გინეკოლოგი 18 წლამდე გადავწიო. სადამ ის ზრდასრული არ იქნება და ზრდასრულობის მერე თვითონ გადაწყვეტს, როდის დაიწყოს, ვისთან დაიწყოს და მისი პირადი სივრცეა. ჩვენი როგორც ასე ვთქვათ, აი ამ პროექტების მიზანი არის ხოლმე 18 წლამდე ავუხსნათ, განვუმატოთ და თუ საქართველოს რეალობაში არ არის ეს 25. აღარა. ათაშორის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ სწორედ საქართველოს რეალობა იყო ერთ-ერთი რეგიონში რომ მქონდა რაღაცა ძალიან შეიშმუშნენ აი ამ ნაადრევ ქორწინებად. ბებიეს თაობა როდის არის მოტაცებული 90-იანებში 12 წლიდან. ანუ სწორედ ანუ იწყებდნენ ხო სქესობრივ ცხოვრებას გამოდის 13-14 წლიდან რატო გვერიდება ამაზე საუბარი? ანუ, როდესაც ეხლა 60 წლის ქალბატონი ამბობს, რომ მე ჯერ კიდევ თოჯინებით თამაშობდი, როდესაც სქესობრივი ცხოვრება დავიწყე, საერთოდ არ ვიცოდი. საერთოდ პირველი ციკლი მომივიდა, როდესაც გათხოვებიდან 3 თვეში ეს არ არის ნორმა. უბრალოდ ყველა რატომღაც აქვთ ხოლმე, რომ აი მეტი ინფორმაცია თითქოს მეტად უბიძგებს. არა, პირიქით, იმან უკვე იცის, რას მოელოდოს, თქვა რა არის და აღარ აქვს ინტერესი. ძალიან ბევრს უთქვია, ვინც თქვა ნაადრევა თქვა 16 წლიდან გათხოვდა, რომ უფრო ინტერესი მქონდა, ვიდრე სულ სხვანაირად ვუყურებდი აი ამას. აქედან გამომდინარე ეს და მეორე ღიაობა. როდესაც იციან, რომ რაიმე თუ მოხდება, შეუძლიათ მოგმართონ, აი სამედიცინო პერსონალს, აი ერთ-ერთი ტრენინგი გვაქვს, როდესაც მიმღებლობა არის და კომუნიკაციის ტრენინგი ქვია. როდესაც განსაკუთრებით გინეკოლოგიაში გვჭირდება ხოლმე და რეპროდუქტოლოგიაში, იმიტომ რომ ისეთი ინფორმაცია უნდა გაგვანდოს, რომელიც ძალიან პირადულია. ამიტომ ყოველთვის არის რამოდენიმე ნიუანსი მშობლებს ვეუბნები, რომ თუ არ არის საჭიროება თქვენი ყოფნის, კარს იქით დაგველოდეთ, შეეჩვიოს. თქვათ, შეეჩვიოს 9, იმიტომ რომ ანამნეზს ვერ ვკრიბოთ 30 წლის უკვე ახალგაზრდასთან. იმიტომ რომ მანამდე მთელი ცხოვრება დედა მოყვებოდა. ანუ 25 წლის და 40 წლისაში ანამნეზს ვერ ვკრიბავ. მესმის კი. იმიტომ რომ ფაქტურად ყველა კითხვას მანამდე 20-22 რო იყო და ჩვეულებრივია გინეკოლოგთან ვიზიტიც. აი ესეც ეს სტიგმაც არის ერთ-ერთი, რომ განსაკუთრებით რაღაცა უნდა ხდებოდეს, რომ მივიდეთ არა.
აი სწორედ რომ ჩასმულია მაგალითად სკოლამდე გასინჯვა. არის ერთ-ერთი ნიუანსი ბაღის პერიოდში სკოლამდე, მე სკოლიდან უკვე სადღაც 11-13 წლისას არის გასინჯვა, ანუ მოდის გინეკოლოგთან აჰა. აფასებს წონა, ზომას, როგორ არის განვითარება ენდოკრინოლოგთან ერთად. ეს არნიშნავს, რომ მაინდა-მაინც რაიმე პათოლოგიასთან უნდა გქონდეს ჩვენ საქმე. ფაქტიურად დღეს ყავს როგორი მოზარდებია, რომ ცოტა უკვე მოზარდობის მერე PCOS-ი, ერთ-ერთი მთავარი პოლიცისტური სინდრომი. ნუ დღესდღეობით ეცვლება სახელი, ეშრე მოითხოვ, რომ შეიცვალოს სახელი და ამის შესახებ, მაგრამ რაც ხალხმა იცის ყველაზე მეტად იმ სახელით მოვიხსენიებ, რატო ეს არის საკვეცხის პოლიკისტოს რო ვეძახით, ხო? ყველაზე ისეთი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის კვებითი დარღვევა. და კვებითი დარღვევა როდიდან იწყება? ის არ იწყება 20 და 22 წლიდან. ის უფრო სიღრმისეულად ჩავედით, მაგალითად და დაიწყო 10 წლიდან, 11-12. როდესაც ეს კონტროლი უნდა მოხდეს მადის, თქვა წონის, ზომის, როდესაც ეს მუცლის გარშემო ცხიმი იმატებს და საყურადღებოა. ეს არ ნიშნავს, რომ მაინდა-მაინც წამალი საჭიროებს ამ ეტაპზე, არა. უბრალოდ ეს კვებითი რეკომენდაცია, კვებითი დარღვევის, თუნდაც პატარა აღმოფხვრა, არ ნიშნავს მარტო წონა. ესეც მინდა თქვა, სხეულის მასის დაბალი ინდექსიც იგივეს ნიშნავს. როცა 15 წლის მეუბნება, რომ მისი მთავარი საკვები კვირის მანძილზე არის fast food-ი და არ იმატებს წონაში და რატო უნდა ასე თქვა აყეცალოს, შეწყვიტოს. მე სხეულის მასის ინდექსი აქვს 18. მაგრამ ის მეტაბოლური ცვლილებები რომ ისდის, აი ეს ჩვენ იცი ხედავთ რაზე მინდა ჩაგეკითხო, იმიტომ რომ აი აქ მაგალითად არ არის ამდენი პრევენციული თუ პროფილაქტიკური გასინჯვა. ეხლა გოგოებზე თავს ვერ დავდები, იმიტომ რომ მე გოგო არ მყავს, მაგრამ ჩემს ბიჭს 15 წლის ასაკში მე ავუღე პირველად სისხლის ანალიზი, იმიტომ რომ პედიატრი არ თვლიდა ამას საჭიროდ. ანუ სისხლის ანალიზსაც არ აკეთებენ. ეს ფუნქციები თითქოს გადანაწილებული აქვს სადღაც პედიატრს, რომელიც აკეთებს გასინჯვას, მაგრამ ასე სასქესო ორგანოს გასინჯვა სადღაც ალბათ სკოლის ასაკის მერე აღარ მომხდარა და არც არანაირი გასინჯვა არ არის ჩადებული. ხომ არ ფიქრობ, რომ ეს ცოტა გადამეტებულია და მართლა პედიატრმა უნდა აიღოს თავის თავზე ბევრი რამე? კი, აი მაგიტომავთ, უბრალოდ ეს იმდენად დიდი დარგია ხოლმე მოცულობით. ეხლა ბიჭებთან შედარებით და შეშემოპირებებთან არ დამიწყე აქ საკითხი განსაკუთრებით. ბიჭებთან მიმართებაში პუბერტატიც რო იწყება, რა თქმა უნდა, მაგათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვა ჩამოყალიბებას რაღაც ნიუანსებს, მაგრამ მთავარი არის, რომ თქვა ანატომიურად შეაფასა უკვე პედიატრმა და ჩაუშვა. თქვა 13 წლამდე ჩაუშვა. გოგონებთან ჩვენ გვაქვს ყველაზე ხშირად ვულვოვაგინიტები მაგალითად, ხო? თქვა არის ის პატარა ნიუანსები, რამაც შეიძლება პირველი გინეკოლოგთან შეიძლება არც მოვიდეს. პირველი მიდით სწორედ პედიატრთან, პედიატრი აფასებს ჩვენთან აი ამ მდგომარეობას და უშვებს მერე უკვე გინეკოლოგთან. გინეკოლოგიც ანალოგიურად და ბარემ გინეკოლოგიაში ეგ მოვიტყოთ, რომ როდესაც შემოდის უკვე ტერნერის კლასიფიკაცია, მაგალითად რომელი განვითარება არის, თუ პრეპუბერტატია, პუბერტატია, უკვე აქ უნდა შეფასდეს, იმიტომ რომ თუ ჩვენ საყოველთაოს პროგრამას ავიღებთ, სადაც პედიატრს უამრავი, ასე თქვათ, პაციენტი ყავს, დრო აღარ აქვს ფიზიკურად, აი ამ ნიუანსებში ჩასაცდომად. და აქედან გამომდინარე, რო არ თქვათ, იმას თუ გამოეპარა, ჩვენ არ გამოგვეპაროს. თორე ერთადერთი არის, მე ვიტყოდი, არც დარგს არ აქვს ეს რუტინული გინეკოლოგიური შემოწმება. ხო, რა საკიდან არის ეს რუტინული? ახლა დაცრულმა სექსუალურად აქტიურმა ქალმა რომ ყოველ წელს უნდა გაიაროს, ეს გავიგეთ და 13-14. 13-14 წლიდან და რა სიხშირით? აი, უკვე სიხშირე 18, ანუ სადამ სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებს, ერთი ვიზიტი საკმარისია თუ ჩივილები არ აქვს. ანუ უბრალოდ რომ მოდის ასე 13-14 წლისას აფასებ და რატო აფასებ? უკვე წესი დიდი ალბათობით ეწყება უკვე ციკლი აქვს დაწყებული, ანუ პუბერტატი გავლილი აქვს. თუ არა აქვს გავლილი, აფასებ რომ რატო არა აქვს გავლილი, თქვა რაიმე პათოლოგიასთან ხო არა გვაქვს და აფასებ კიდე, ნუ შესაძლებელია პირველი მენსტრუალური ციკლის პერიოდში მოახდინოს ჩეკაპი, იმიტომ რომ იქ ფასდება, როგორი ხანგრძლივობის არის, რამდენ დღეში არის, რეგულარულია, არარეგულარული წამოვიდა. ეს არის ყველაზე ხშირი შეკითხვები სოციალურ ქსელში და მოდი გითხარი, რა არის ნორმა და რამდენი ხანია არეული ციკლი ნორმა, იმიტომ რომ ამას კითხულობენ მუდმივად და ესე ამოვჭრი ახლა ამ ნაწილს და პირდაპირ ჩავუგდებ ხოლმე 10. მოდი გითხარი, რა არის ნორმა, რა ასაკიდან
რამდენი დღე და არეული ციკლი რამდენი ხანია ნორმა? თვითონ menstruatsiya არის ძალიან ინდივიდუალური. მოდი ასე ვიტყოდი, გასაგებია. აი სწორედ რატო ვაძლევთ ხოლმე ერთ წელს რომ მოდი დავაგდეს. ერთი წელი. ეხლა ერთი წელიც აღარ მისცეს, უფრო გაახანძლებს, აჰა. 3 წელიწადზე გაზარდეს. უბრალოდ აი ეს 3 წელიო მაინც გამოვიკულიოთ რაიმე პათოლოგიასთან ხო არა გვაქვს საქმე. თუ იქ ყველაფერი ნორმაშია, მაშინ დაანებე თავი. იმიტომ რომ სწორედ აი ერთ-ერთი შფოთვა არის რომ 28 დღეში არ არის ეს 28 დღეში აჰა. აუცილებლობა. შეიცვალა სამყარო, შეიძლება როგორ არის ეს ნორმა რა არის აღიარებული. ხო რაღაცა სტატისტიკას ავიღებთ ხოლმე და 70-80%-ს თუ აქვს რაღაცა ამ დღეებში დადგა რომ იყო ეს 28. მაგრამ აღმოჩნდა რომ შეიცვალა მე-20 საუკუნეში სულ სხვა მოცემულობა იყო, მე-19-ში სულ სხვა და 21-ში სულ სხვა განვითარება ცხოვრების ტემპიც. აქედან გამომდინარე უკვე ეს შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ ასე თქვა რეინჯს რო ვეძახით, ზღვარი არის 24-დან 35-მდე. მაგრამ მე მყავს პაციენტები, რომელთაც ყოველ 40 დღეს აქვს მაგალითად, და მაგრამ თვითონ სის ყლდენის ხანგრძლივობა? ეს არის, როდესაც 8 დღეზე მეტია უკვე, აჰა. ანუ უკვე ჯობია რომ მოაკითხონ, თქვათ შემოწმებაზე და 2 საათში თუ ჭირდება მას მთლიანი პაკეტის გამოცვლა, აჰა. ღამის მაგალითად, ან ყველაზე ისეთი დიდს რო ეძახიან და თუ აქვს ხოლმე მაგალითად გამოვიცვალე და 2 საათში კი არა, 1 საათში აივსო. ან 1 საათში, მაგრამ აი სულ რაღაცნაირად დასვლა ხდება თქვათ ტანსაცმლის, ან უბრალოდ პაციენტი მეუბნება რომ ამპერსი უკეთია. აი რაღაცა საბავშვო პათოლოგიასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ეს აღარ არის ნორმა. უბრალოდ ხშირად არის ხოლმე რომ მეუბნება მე ასე ვარ რაც დამეწყო. ხო. აი მხოლოდ 3 წელია ესეთი გახდა და ამიტომ მას გონია რომ ნორმა არის. ან პოლიპი იყოს, მიომა იყოს, ანუ სხვადასხვა რაღაციდან გამომდინარე იყოს. მაგრამ თუ აი ხა ხშირად მოსულა პაციენტი უთქვე რომ მე მაქვს ჭარბი, კი ბატონო, გამონადენი სისხლოვანი, სრულებით არ არის ჭარბი. ანუ გონია რომ ჭარბია, როდესაც პაციენტს უთქვია რომ მე მაქვს ჭარბი, ჩავძიებერო და არანაირი ეს არის ფიზიოლოგიური. ადრე იყო ხოლმე ერთმანეთთან ძალიან ხშირად ცვლიდნენ ხოლმე ინფორმაციას მეგობრები. აჰა. მეგობრები, მეზობლები, ეს ინსტიტუტი ხო იყო რაღაცნაირად იმასაც ჰქონდა და მეც მასეთი, მაგრამ შვიდებოდნენ. ეხლა უფრო მეტად ჩაკეტილი არის სოციალურმა, ასე თქვათ, ქსელმა ცოტა გამოიწვია ჩაკეტილობა, ნაკლებად არის თითქოს ვიღაცას რო კითხო და უფრო მეტად იღებ Facebook-ზე. Facebook-ზე, კი. აქედან გამომდინარე, სულ ვამბობ ხოლმე, რომ ეს პირველი ვიზიტითაც რომ მოდია ხოლმე 24 წლისას, უკვე კითხვები აქვს ჩამოწერილი, ძალიან კომფორტულია. იქვე ანუ აქვს როგონია რომ თქვათ ჭარბია ვეკითხები, რამდენად შეუძლია სახლიდან გასვლა, შეეცვალა თუ არა სამსახურის გრაფიკი, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე იყო ხოლმე შეიძლება ნორმა კი არის, მაგრამ ვერ მიდის სამსახურში. უკვე ხელი შეეჭალა. ხდები? ანუ უძლურია. კარგავს ის ანუ ძალიან მაგალითად ინდივიდუალური მიდგომა გაქვთ, ასე ვთქვათ. ინდივიდუალური მიდგომა. ეს არის ხარისხზე. ადრე სხვანაირად იყო, ეხლა უკვე ცხოვრების ხარისხზე არის ორიენტირა. თავარია ადამიანის ცხოვრების ხარისხი იყოს მაღალ დონეზე და დანიშნულებაც ამიტომ მოვარგოთ. შეიძლება კი არ ეკუთვნის, მაგრამ თუ ცხოვრების ხარისხი ასე თქვა შეეცვალა და კი ბატონო ვიძახოთ მაშინ არ გვინდა ხო? ეს ძალიან ერთ-ერთი ფაქტორი არის ხოლმე მოდი გითხარი. შეხება შშმ ხო, პირებს. აი შშმ პირებს. თავისებურებებზე გითხარი. თავისებურებები გვაქვს უდიდესი, იმიტომ რომ გააჩნია როგორი ტიპის შშმ პირი ყავს. ხშირად არის, როდესაც ვერ გვაგებინებს, თქვათ, ვერბალური პრობლემა არის, თუნდაც დისმენორია, ანუ ტკივნეული ციკლის შესახებ. ხელის მოჭერით რაღაცნაირად ან და ვერ ახერხებს გამოცვლას. პირველი არის ხოლმე რომ როდესაც გქონდა სულ პირველად 2019 წელს შეხვედრა და პატარა ტრენინგი მშობლებთან. ეს იყო არ მეგონა თუ ვინმე შემოვიდოდა, იმიტომ რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, სესია ერქვა და ეთყობა ყველასერიდებოდა დარეგისტრირება. ადგილზე იყო, არ ვიცი, აი სტატისტიკურად ყველაზე მაღალი სვენადობა ჰქონდა 2 საათიანი აი ამ სესიაზე და რატო? აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მასტურბაცია.
შშმ პირებთან და სწორედ აი ციკლის რეგულირება როგორ შეიძლება აუხსნა და ასე შემდგომ. აქ ერთვება კიდე ფსიქოლოგი. ასე თქვათ, თერაპევტი, ფსიქოლოგი და იმიტომ რომ მოზარდები გადიან თერაპიებს უკვე ბავშვობიდან. და სწორედ თერაპევტი, ანუ ქცევითი თერაპევტი, მაგალითად და ჩვენ გინეკოლოგები ერთად ვუზიარებთ იმ ინფორმაციას. აი სწორედ რა არის ნორმა, რა არის პათოლოგია, თქვათ როგორ ვასწავლით, როგორ უნდა გაიკეთოს თუნდაც ეს საფენის გაკეთება რამდენ ხანში. მაგალითად, ერთ-ერთი ნიუანსი არის ის, რომ როდესაც თუ უჭირს მოზარდს გადაადგილება, ან ვერ წდება რაღაცნაირად პრობლემა აქვს, თქვათ ხელისაწევის, მისთვის მისაღწევ ადგილას იყოს თუნდაც ეს საფენები დადებული, რომ მან აიღოს. ერთი არის ხოლმე, რომ თქვათ ტიპიური განვითარების მოზარდებთან შეიძლება 2-3 ტრენინგი დაგჭირდეს. აქ ყოველდღიური და ყოველთვიური შეხსენებაა საჭირო და ამისთვისაც მშობელი მზად არის. შშმ პირებთან სწორედ არის აი ეს პრივატული ყველაზე კარგად ანუ პირველი იყვნენ შშმ პირების მშობლებიც ერთ-ერთი რომელთაც მოითხოვეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობადობის ამაღლება მოზარდებში. იმიტომ რომ მათ გვაქვს ძალიან დიდი პროცენტი ძალადობის სქესობრივი და ამიტომ თვითადვოკატირებას გადიან მოზარდები. ანუ იციან უკვე რა არის პირადი სივრცე, რომ მაგალითად არის ადგილები, სადაც ხელის მიკარება თვითონაც არ შეუძლია და შენც არ შეგიძლია. ამიტომ როგორც კი დააპირებ, თქვათ და თვითონაც მოგეკარება, შენც უნდა უთხრა, შეხო არ შეგიძლია რომ მომეკარიც, ხო ვერ ხვდება მაგალითად დაუნის სინდრომის მქონე მოზარდი. ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმირებულობა და რამოდენიმეჯერ გამეორება. პირველი მაგალითად, იმიტომ რომ სქესობრივი ცხოვრებას იწყებენ ჩვეულებრივად, არ არის პრობლემა აქ. სიყვარულის ჩვეულებრივი უფრო მეტად გამოხატავენ მაგალითად. გენიტალიები განვითარებული ანატომიურად იდენტურია. არ არის აქ პრობლემა მაგალითად ამაშიც. უბრალოდ უნდა იცოდეს ეს პირადი სივრცე, საჯარო სივრცე და აი ამაზე უკვე ქცევით თერაპევტთან ერთად მიდის მუშაობა აქტიური ხოლმე, თორე როგორც ესეთი გინეკოლოგიურ რეპროდუქციული დარღვევა ერთადერთი არის თუ არის წონის ნამატი ხოლმე, რომელიც კვებითი აშლილობით შეიძლება იყოს განპირობებული, ან რაიმე დამატებით. და კი, დაამთავრე. ერთადერთი რაც გქონდა მაგალითად ეს იყო გინეკოლოგიურ გასინჯვას გადიან ძალიან თავისუფლად. ანუ ნახეთ მენდობა, რო შემოდის მიღიმის მეხვევა და თავისუფლად ვახდენ მე გინეკოლოგიურ გასინჯვას. ერთ-ერთი ნიუანსი იყო რომ ვასწავლით რომ გარეთ თქვათ გენიტალებზე არავინ არ უნდა შეეხოს, არავინ თუ იქ მშობელი არ არის, თუ იქ დედა არ არის. ტიპიური განვითარების მოზარდსაც იგივეს ვეუბნებით. არავითარ შემთხვევაში თუ მშობელი არ იქნება, ექიმაც რომ გითხრას რომ მოდი გაგსინჯავ არავითარ შემთხვევაში იქ უნდა იყოს ასე თქვათ 6, 7, 8, 9 და ასე შემდგომ გასინჯვის დროს აუცილებლად მშობლის თანდასწრებით უნდა მოხდეს, იმიტომ რომ შეეჩვიონ, რომ ეს ნამდვილად არის პირადი სივრცე მათი. ერთადერთი არის ხოლმე რომ აი შშმ პირებში რატო გვიჭირს რომ ვეუბნები რომ არა, ანუ არ უნდა მიეკარო, არავინ არ უნდა შეგეხოს, თუ ვინმე შეგეხო და ამ დროს მე ვთხოვ გასინჯვას. ხო ხდება გუშინ სულ სხვას ვასწავლით რომ არა და დღეს მე იმის დროს რა ქვია ჩვეულებრივი სამედიცინო შემოწმების დროს უნდა გავატაროთ ეს გასინჯვა. აქედან გამომდინარე ცოტათი დროში გვეწელება ხოლმე. არის სპეციალური გინეკოლოგიური სავარძლები, იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის შშმ პირი თუ ყავს, შეიძლება ზოგი ეტლით მოსარგებლე იყოს, რაღაცა თქვათ კონტრაქტურა იყოს, ვერ გადაადგილდებოდეს, ან უჭირდეს თქვათ. აქედან გამომდინარე მშობლებს ვეუბნებით ხოლმე, რომ გამოყავით 1 საათი. ანუ როდესაც დარეკავ უკვე კლინიკაში წინასწარ, რომ მომყავს მოზარდი, იქნება დასული, იქნება პატარა ასაკის, იქნება 1 საათი დაუჯავშნონ ექიმს. იმიტომ რომ ახლა 20 წუთში ერთხელ რო გყავს პაციენტი ძალიან ძნელია, უკვე რიგი რო დგება შენ ძლავ, იქ ეგთან იწყო 1 საათი მშვიდად, წყნარად და პირველი რაც არის ხოლმე ვიხდი ხალათს. ხალათის გარეშე ვცდილობ გავსინჯო. მაცვია ხოლმე თუ ფორმა მაცვია ის ფერადია ძირითადად ხოლმე და თუ ფორმა ასე თქვათ ისეთი არის, არა ამეს
მოვიხვა ხოლმე, რომ არ გქონდეთ ეს დისკომფორტი. ბავშვებთანაც იგივეა. აბსოლუტურად იცვლება გასინჯვის სქემა. ბავშვებთანაც, მოზარდებთანაც, შიშემოპირებთანაც ეს არის მათ დონეზე უნდა ისევ ინდივიდუალური მიდგომა. ერთადერთი ხშირად გავაკეთე ახმეტაში გამოკითხვა რა არ მოწონდათ. აი 15-16 წლის მოზარდებს რა არ მოწონდათ ექიმთან როდესაც მიდიოდნენ და პასუხი მივიღეთ ძალიან არ მელაპარაკებაო. ანუ მე არ ვარსებობ. ოთახში არის დედა ან ბებია ან არ ვიცი და მე სადღაც. ანუ მე ვარ პაციენტი. აი წარმოვიდგინე, როდესაც აი რაღაცნაირი შუშაში რო ხარ და ხელს არავინ არ გისმენენ. და იმიტომ რომ ექიმი ელაპარაკება ჩემს და მე ჩემი ორგანიზმია. და ამ დროს დედა თან ლაპარაკობს როგორც წესი მრავლობით ფორმაში. ჩვენ გვაქვს ჩვენ ასე. კი, ეს როგორც მშობელი მესმის. იმიტომ რომ სულ მომყავს ერთი მაგალითი, ჩემი მეგობარი და კოლეგა არ მიწყეს. მე ხა უკვე მისი შვილი ძალიან დიდია და ძალიან კარგი და წარმატებული გოგო ყავს. როდესაც დამირეკა რამოდენიმე წლის წინ, თვითონაც გინეკოლოგია, მეანია, ძალიან ისეთი ციკლი მოვიდა და რა ვქნა. ეს საკუთარ შვილზე ყოველთვის ძალიან ძნელია ეს. არა. გადის 3 დღე. და მე თქვა გაუხანგძლებდა რა გიხვეწები რა მოყვა. არა, ეს გასაკვირი არ არის. საკუთარ შვილზე ფოტო. ვამბობ რომ ეს რა აქიმი დასნეულდასო ყველა არ აქვს შოთას თქო გამონათქვამი, მაგრამ აქედან აი ესეც ვუც არ მიყვარს. აი სწორედ უკვე ექიმის კუთხით რატო უნდა ვიყოთ მყარად დადგო, ანუ რატოა ეს სიმყარე რომ აი სწორედ რომ გააჩერო. შენ არ ხარ ჩემი პაციენტი, აი გადმოწიე ეს. რა თქმა უნდა, იმდენი ინფორმაციას ვერ მოგვაწევს, მაგრამ ეჩვევა. აი თუნდაც ის რომ ექიმთან მივიდე და ჩივილები ჩამოაყალიბოს, ნატა არ ვიცი ხა გერმანიაში როგორ აყალიბებს პაციენტი, თქვათ სიტყვაზე ვამბობ, დამოკიდებულია კაცი, ეს მარტივი არ არის, მაგრამ ძირითადად განათლების დონეზე და გამოცდილებას. ხო, და უკვე ეჩვევა. აი ვინც არის ნამყოფი, ხა მე მყავს უკვე როგორი პაციენტები, იცი რომ 13 წელსაც რომ მოიყვანეს ან ვაგინიტით ან რაღაცით და უკვე რომ გავიდა და ორსულად არის. აი სულ სხვა შეჩვეულია. ანუ გინეკოლოგთან ვიზიტი მისთვის არ არის. ოღონდ არა 13 წლის ასაკში ორსულად. იმედიათ. თორე ისე ჟღერდა გავიდა. და ორსულად შემოვიდა. არა, ისე მოიყვანეს, ისე მოიყვანეს. უკვე არის ორსულად 23 წლის ასაკში. ამიტომ ეს თემა შიშემოპირებთანაც გვაქვს ძალიან ხშირად, იმიტომ რომ სქესობრივი ძალადობის, ასე თქვათ, ხშირად არის ყველაზე მაღალი პროცენტულობა არიან და როდესაც უკვე იციან, თვითადვოკატირებას გადიან იდეალურად. მადლობა. Brains are buzzing, thoughts are bright. Neurons firing day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight.